საღამო მშვიდობისა, ეხლა მოვისმინე ლაშა არსენიძის მიმართვა და ხო, რასაც საუბრობს ადამიანი ლოგიკურია, რასაც საუბრობს მისაღებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს გათიშული გონება და ვისაც სპეციალურად მიმართული არ აქვს იქითკენ რომ ტყუილები ილაპარაკოს და ილუზიაში იყოს და ასე შემდეგ. საინტერესო საუბარი ქონდა ლაშას და ვეთანხმები რომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს საქართველოს მიწების დაბრუნების, საქართველოს ნებისმიერი იმ განძის დაბრუნების, რაც წაგლიჯეს, რაც გაიყიდა, რაც გასხვისდა და ასე შემდეგ, რომ ეს სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა, კონსტიტუციური მემკვიდრეობის აღდგენა, ის თავრობა, რომელიც ზვიად გამსახურდია საქართველოს მოუპოვა, იმ საკითხის აღდგენა მოხდეს და აი ამით ყველაფერი ნულდება, ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება და ყველაფერი საქართველოს უბრუნდება, ესე რო ვთქვათ, ხო? და საინტერესოა კიდევ, ეს არის საკითხი, რომელიც ომთან დაკავშირებით შეიძლება ასოცირდეს, აი ეს კონსტიტუციური მემკვიდრეობის აღდგენა, ხო? თავისით არ მოხდება, აქ უნდა მოხდეს ძალისხმევა, აქ უნდა მოხდეს ყველაფერი ერთობასთან დაკავშირებული, ხალხის გაერთიანება, ერთობლივი ძალების ჩართვა და ასე შემდეგ. თუ რა თქმა უნდა იგივე არ მოხდა და ისევ ბომბები და ტყვიები არ ესროლეს ქართულ ხალხს. და არსებობს მეორე გეგმა, მეგობრებო, რომელიც აი ახლა მინდა მე გავაჟღერო. მეორე გეგმა არის ოდნავ უტოპიური და როგორც ყოველთვის არსებობს ესეთი უტოპიური მოსაზრებები ყველა დროში და ყოველ ეპოქაში და აი სწორედ ამ უტოპიურ საკითხზე მინდა გესაუბროთ, მეგობრებო, რა. ესე იგი, ჩვენ ყველამ ვიცით თითქმის, საქართველოს 99%-მა ვისაც ყური აქვს, რა ვიცი, მართლმადიდებლურ ეკლესიაშია თუ არ არის, თითქმის ყველამ გაიგო, რომ ჩვენ ვართ, ესე იგი, მეორედ მოსვლის აპოკალიფსის პერიოდში და არა მხოლოდ აპოკალიფსის პერიოდში, არამედ დასაწყისში, კი არა, უკვე დასასრულს უახლოვდებით აპოკალიფსის და აი ახლა ამ უტოპიურ საკითხზე მინდა გესაუბროთ, მეგობრებო. თქვენ აი ახლა აქ სურათზე ხედავთ ორ ადამიანს, რომლებიც როგორც აი პარალელებს გავავლე პირდაპირ, ესე იგი, სახელით, გენეტიკით, გარეგნობით და კიდევ სხვა ელემენტებით, რომელიც მე ადრე გავაჟღერე თქვენთან და ადრე ვაჟღერებდით, იდენტურია ერთმანეთთან. და ეხლა რა მინდა ამით თქვა, მეგობრებო, და რა უტოპიასთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ საუბრობთ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, ყველა მიცის თითქმის, ვისაც სახარება წაკითხული აქვს, რომ მეორედ მოსვლის პერიოდში ხდება აღდგომა, ხო? აღდგომა არა მხოლოდ ისეთი აღდგომა, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ზეიმობთ, არამედ მკვდრეთით აღდგომა ხდება. აი დამიმოწმა. ბოდიშით, მეგობრებო, მაგრამ საბოდიშო არაფერია, დამოწმება მოხდა ახლა აქ. რომ მკვდრეთით აღდგომის მომენტში, როდესაც ჩვენ ახლა ვიცით, რომ მეორედ მოსვლა აპოკალიფსის სანამ ქრისტე გამოჩნდება, მკვდრეთით უნდა აღდგეს ხალხი და ვნახოთ ახლა აბა რომელი ადამიანის მკვდრეთით აღდგომა მომხდარა დღემდე. ხო, ჩვენ ვართ აპოკალიფსის პერიოდში, ჩვენ ვართ ашკარად უკვე მოზღვავებულია მთელი ეს ბუნებრივი კატასტროფები, ომები, შიმშილი ხა საქართველოში არა, მაგრამ ნაწილობრივ კი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შიმშილი სერიოზულ დონეს აღწევს და ის ყველა მონაცემი მზად არის, რომელიც სახარებისეულად ჩვენ მოგვაწოდა ჩვენმა წინაპარმა და არა მხოლოდ წინაპარმა და ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ,
ესე იგი, აპოკალიფსის პერიოდში არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავისი მიწები, არამედ ლოგიკურად რომ მივყვეთ ამ წერილს, საუბარი არის აპოკალიფსის პერიოდში მკვდრების აღდგენაზე. და მკვდრები არა მხოლოდ მკვდარი ფიზიკურში იგულისხმება, არამედ მენტალურში და ასტრალურში, ანუ მკვდარი, როდესაც აზროვნებით მკვდარია, მას გამო გონება, ანუ მენტალი გაუმჯობესდება და მიეცემა სიცოცხლე მენტალში, ასევე ასტრალში, რომელიც ასტრალურად მკვდარია. ხა რას ნიშნავს ასტრალურად მკვდარი? ასტრალურად მკვდარი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავის წარსულზე ცნობა. წარსული, მეგობრებო, არ არის ის, რომ აი 2 წლის რო ვიყავი, მე რამეცვა და როგორ გრძნობდი თავს, ეს ამ წარსულზე არ არის, არამედ სახარებისეულად ჩვენ გვაქვს საუბარი თუ დასაბამიდან დღემდე ვინ იყავი და რა ხდებოდა შენს თავს, აი ეს გაიგო. თუ კი დასაბამიდან დღემდე შენ არ გაგიგია, ან ვერ გაგიგია, სამყარო გაწვდის იმპულსებს, მაგრამ შენ ვერ იღებ ამ იმპულსებს და ინფორმაციებს, მაშასადამე შენი მენტალი ვერ მიმღებელი არის ასტრალის, რომელიც გიკავშირდება. აი თქვენ იცით, რომ აი ძალიან ხშირად ახლა მოსყავდა იმაზე საუბარი, რომ მე-5 განზომილების საკითხები, მე-6 და მე-7 განზომილების საკითხები და ასე შემდეგ და ჩვენ დღემდე ველოდებით რაღაცა სივრცეს, რომელიც უნდა გაიხსნას, რომელიც ის სივრცე ნებისმიერი მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 განზომილება არის ყველაფერი შენში. არანაირი სხვაგან და სხვა სფეროში ის არ არის. ის არის შენში. შენში რა ხდება ამ დროს? თუ კი ასტრალთან კავშირდები, შენ კავშირდები შენს წარსულ მეებთან და რაც არ უნდა თავზე დადგეს მართლმადიდებლური ეკლესია და რაც არ უნდა თავზე დადგეს კაცობრიობა, ის კვლავგებითობის საკითხი, რომელიც ქრისტემ დაგვიწესა ხორბლის სახით და რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება, რომ ელია იყო იოანე და იოანე იყო ელია, ანუ იოანე ნათლისმცემელი იყო ელია და ისე მოიქცნენ როგორც უნდათ. აი ამ საკითხებზე რა თქმა უნდა თეოლოგები არ მეთანხმებიან, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს თეოლოგები და მწიგნობრები მე დამეთანხმებიან თუ არა. მეორედ მოსვლის საკითხი ფაქტის სახეზეა, რომ მკვდრეთით აღდგომაა და ეს მკვდრეთით აღდგომა ძვლების ამოთხრა კი არ არის მიწიდან და იმათი გაცოცხლება, არამედ კვლავგებითი ხალხის გამოჩენა არის, რომელიც ბოლო ჟამს ყველა ბევრი წმინდანი გამოჩნდებაო, რომ არის ნათქვამი და ჩვენ უბრალოდ საფიქრალი გვაქვს, რომ სად არიან ეს წმინდანები და რომელი წმინდანები არიან აღმდგარი და შეგვიძლია თუ არა ამის მიმღებლობა გვაქვს თუ არა, რომ დავიჯეროთ, რომ აი ეს წმინდანი აღმდგარია და აი ეს არის. ახლა რაში შეიძლება მოხდეს იმის განხორციელება, რომ ადამიანმა დაიჯეროს, რომ რომელიმე წმინდანი მაინც აღდგა. აი, როდესაც ქრისტეს ეკითხებენ თავისი მოწაფეები, რომ მართალიაო ის, რომ ბოლო ჟამს მართლა ელია მოვაო და იქ გადაგებსო? და რატო მოვაო ელიაო? და ქრისტე რო ეუბნება, რომ რატო მაინც ელია მოვაო და ქრისტე ეუბნება, რომ იცით რაო? მართალს გეტყვით მეო რა, ანუ ელიაო უკვე მოვიდაო და მას ისე მოექცნენ, როგორც მათ სურდათო. როგორც დაწერილიაო რა, და რა ხდებაო? ელიას თავს აჭრიან ხო ბოლოს? ელიას თავი მოაჭრეს, იოანეს თავი მოკვეთეს. უკვე ამ დროს, როდესაც იოანე მოკვეთეს და მოწაფეები მიხვდებიან, რომ ის საუბრობს იოანეზე, პირდაპირი სიტყვებით წერია ეს ჩვენს სახარებაში. აი იმ 4 სახარებაში, რომელიც კანონიკურად წერილებით აღიარებული არის ეკლესიისგან. ესე იგი, ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ ისე მოექცნენ, როგორც მათ სურდათ და ამასობაში, ამასთანავე, ხო, აი ამ 4 სახარებაში წერია ისიც, რომ ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ მე სანამ აქ ვარ, მაშინ არის ნათელი და მე რო წავალ დაიწყება უკუნითი ღამე. ეს არ არის ისე, რომ აი მაგალითად მერე მოვა ანტიქრისტე, მერე დაჯდება და მერე რაღაცა და მერე რაღაცა, არამედ ჩვეულებრივად ეუბნება, რომ
თავისი მოწაფეები რო ეკითხებიან რომ მართალიაო რომ მეორედ კიდე მოხვალო და ბიჭო აქ ვარო უკვე მართებულად გეტყვითო აქ ვარ და ვერ მხედავთო ეუბნება ქრისტე უკვე მომხდარიაო ეს მეორედ მოსვლა მომხდარიაო და ვერ მხედავთო ელია იყო იოანეო გესმით ანუ ბოლო ჟამს იქადაგა ელიამ ანუ იოანე იყო ელია რო ქადაგებდა ეხლა ადამიანს ეთანხმებიან თეოლოგები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა სურს რომ გადადოს მეორედ მოსვლა მაგრამ მომხდარია უკვე მეორედ მოსვლა 2000 წლის წინ ქრისტე რო განხორციელდა და აღდგა და ამაღლდა აი ეს იყო მეორედ მოსვლაც და პირველი მოსვლაც ხალხო იმიტომ რომ ყველანაირი მონაცემი არის წერილში რომ ქრისტე თავის მოწაფეებს პირდაპირ ეუბნება მეორედ მოსვლაც ახლა არის ელიაც ახლა იყო ყველაფერი ახლა ხდება და თქვენ კიდევ რმები ხართ ვერ ხედავთ რა ვერაფერს რა და მე აღარ მოვალ ეუბნება ხო ვეღარ მიხილავთ მე სხვა ნუგეშინის ცემელს მოგივლენთ ხო ეუბნება ქრისტე და აი ეს სხვა ნუგეშინის ცემლები ვინ არიან როდის მოხდება აღდგომა და როდის იქნება აი ეს ძვლების ამოთხრა და აღდგენა კაცობრიობა იცით რა სელოდება მეგობრებო თვითონ აი ეს ხალხიც თეოლოგებიც იცით რა სელოდება რომ ქრისტე გაიხსნება ცა ჩამოვა ამოთխრის ძვლებს ამათ შეასხავს ხორცს და აგერ თქვენი წმინდანებიო ეტყვის რა და კაცობრიობა მერე დაიჯერებს რომ არსებულა თურმე მკვდრეთით აღდგო მკვდრეთით აღდგომის საკითხები მეგობრებო როგორც ახლა გადარჩენის გზაზე ვსაუბრობთ ხო ჩვენ არსებობს ერთი ომის გზა რომ კონსტიტუციური სამართალ მემკვიდრეობა აღვადგინოთ მეორე გზა არის უტოპიური რომ საერთოდ მეორედ მოსვლაც საერთოდ ახალი ერა დავიწყოთ რა უტოპიური არის ის რომ რაც დაწერილა აღდგომასა და მეორედ მოსვლაზე განვახორციელოთ აგერ ყველაფერი გვაქვს ამისათვის მე არ ვიცი თქვენ ჩემი მსმენელი ახალი მსმენელია თუ ძველი მსმენელი ძველმა მსმენელმა იცის რომ მე გაგიცხადეთ თამარ მეფის აკტამა სადაც არის მე გაგიცხადეთ ისიც რომ თამარ მეფე აღდგება და თამარ მეფე პირველი იქნება რომელიც აღდგება მკვდრეთით პირველი წმინდანი იქნება რომელიც თვალხილულად აღდგება მკვდრეთით და ეს საკითხი რა თქმა უნდა ზოგიერთმა ვერ მიიღო იმიტომ რომ მიმღებლობას თან გვაქვს საკითხი მიმღებლობა საქართველოში ძალიან რთულად მისაღწევია ეს არის რა თქმა უნდა ყველაფერზე დაიწყო ქართველმა მოსახლემ საუბარი ეზოთერიკაზე მაგიაზე იმაზე ამაზე მაგრამ აი ფაქტის წინაშე რომ დადგა ძალიან გაუჭირდა მიმღებლობა მასობრივად რა თქმა უნდა ეხლა აი ამ ვიდეოს მე გავუთიშავ კომენტარებს იმიტომ რომ არ მაქვს ეხლა იმის ნერვები რომ ყველა დარეხვილს და ბრმას კომენტარებზე პასუხი ვცე და საერთოდ კომენტარები წავიკითხო რა მე პირდაპირ მნიშვნელობით გაგიცხადეთ მე კი არა ღმერთმა გაგიცხადათ თამარის აკლდამასად არის და აგერ მანამდე სანამ თამარის აკლდამას გაგვიცხადებდა ჩვენ საერთოდ სული წმინდა გაგიცხადეთ რომ არსებული არის მონაცემები რომელიც პარალელების მიხედვითაც გავლებული არის ჩემსა და თამარ შორის პარალელები რომელსაც ზოგი ეთანხმება ზოგი არ ეთანხმება მაგას დიდად მნიშვნელობა არ აქვს ფაქტობრივად რეალურად რა არის ეგ არის საინტერესო ხო აი ეს სამი ხალი ვინც ამ სურათზე ხედავს თამარისა და თამარის სურათზე ხო აი აქეთ მარჯვნივ მე ვარ და მარცხნივ თამარ მეფეა მათი სახელები თამარ მეფის პირველი შვილის ასაკის მონაცემი და ჩემი პირველი შვილის ასაკის ანუ რა ასაკში გავაჩინეთ მე და თამარმა პირველი შვილი რა ასაკში დავქორწინეთ მე და თამარი რა ასაკში აი ეს საკითხები მეგობრებო ძალიან ბევრი გაგიცხადეთ არსებობს ესე იგი ამაზე უამრავი ვიდეო და აღარ დამაკარგვინოთ უბრალოდ დრო რომ ხალხმა ვერ გაიგოს რა ხდება მე მინდა სერიოზულად იმ თემაზე გესაუბროთ რა თემაზეც აგერ 2000 წელი ვსაუბრობთ და დღემდე ვერ გავიგეთ როგორ უნდა მოვახერხოთ აღდგომა რა და თუ კი ჩვენ ამას გავიგებთ რომ აღდგომა ვიღაცა სხვამ კი უნდა გაგიკეთოს არამედ შენ თვითონ უნდა მოახერხო შენ თავში აღდგომა ხო მაშინ ნებისმიერ დროს როცა
ნაყოფი მზად არის იმისათვის, რომ აღდგომა მოხდეს, შეიძლება ხელიდან გაუშვა ეს ნაყოფი და დაგილპეს და ჩავარდეს, დალპეს. ახლიდან გაყვავება მოუნდეს, რომ აი ეს ახლიდან ნაყოფი გამოიყოს რაღაცა პერიოდმა, რაღაცა დრომ, თუნდაც აი ამ სარკისებულმა მე-12 საუკუნემ და 21 საუკუნემ და ბოლოს კაცობრიობა რომ მზად იქნება და მომწიფებული იქნება იმისათვის, რომ ბიჭო, კლავგებითობა თურმე არსებობს, ბიჭო, აღდგომა თურმე რა ადვილი ყოფილა და ასე შემდეგ, ადვილი არ არის იმდენად, მაგრამ რთული საკითხია. ჯერ ჩასახვა, მერე განხორციელება და მერე ისეთ ვითარებაში განხორციელება, რომ პარალელები ემთხვეოდეს შენსა და აი ალისი და ალისონის შორის. ალისი და ალისონი იცით გიადვალის თეორიის მიხედვით კვანტურ ფიზიკაში. ეს ადვილი განსახორციელებელი არ არის, მაგრამ აი ახლა ყველაფერი მომწიფებულია იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ აღდგომა, მაგრამ ერთადერთი პრობლემა გვაქვს მიმღებლობის, რომ აღვიაროთ, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ვაღიაროთ თუ არ თუ დავანგრიოთ ყველაფერი, აი უკვე დედამიწა გიშს გავს. კატასტროფაზე ემატება და თქვენ არ გეგონოთ, რომ საქართველოში არ მოხდება კატასტროფები და ეხლა რომ დაიწყო უკვე და 6 თვე რომ გაგრძელდება კატასტროფები, საქართველოსაც დედაეტირება საბოლოო ჯამში. რა ეხლა ჯერ კიდევ დროს გვაძლევენ იქ ასტრალიდან რომ გამოფხიზლით რა. მოახდინეთ რამენაერად ეს აღდგომა. კი, უტოპიურია, მაგრამ უტოპიები არ არის განუხორციელებელი. უტოპიები იმიტომ ქვია, რომ შენ უნდა გადადგა ის ნაბიჯი იმისაკენ, რომ გახვიდე ჩარჩოდან და რაღაცა მონაცემიდან გადახვიდე უფრო მაღალ ლეველზე, ანუ საფეხურზე, იმ მონაცემში, რომ შენ შეძლო აღდგომა შენი თავის. ეხლა რატომ არის კიდევ ძნელი ადამიანებისთვის აღდგომის საკითხების განხორციელება და იმის აღიარება, რომ აი თამარ მეფე შეიძლება პირველი იყოს, რომელიც აღდგეს. ხომ მკვდრეთით? იმიტომ რომ კაცობრიობას ჯერ თვითონ ვერ გაუგია, ვინ შეიძლება თვითონ იყოს. კაი, ვთქვა თამარ მეფე აღდგა. და დავინახეთ, რომ თამარ მეფე აღდგა და ეს ჩვეულებრივი საკითხი არ არის, რა თქმა უნდა, მსოფლიო მასშტაბით დიდი სენსაცია არის და სენსაციურ თემასთან გვექნება საკითხი. თუ ეს აღიარება მოხდა საქართველოში, რომ ბიჭო, აგერ ხედავ, თვალით ხედავ, ჩემი თვალით ხედავ, აგერ თამარ მეფე, რომელიც თაფში არის დავანებული, ის თამარ მეფე და აგერ ეს გოგო, რომელიც ზედ დაადგა თავზე თავის კაბას, ერთმანეთს იდენტურად გვანან. იდენტურად ხდება მათ ცხოვრებაში რაღაცა კვლავგებითობასთან გვაქვს საკითხი რა. ეს არის რა ცოტა პროცენტია იმისა, რომ საერთოდ რამე დაემთხვეს და თანაც ერთი კი არა, 15 რამე ერთად დაემთხვეს, ხო? პროცენტუალურად რო გამოვითვალოთ, ეს არის აი 0.01%-იც არ შეიძლება მოხდეს ამდენი დამთხვევა, მაგრამ არსებულა დამთხვევები და საბოლოო ჯამში ახლა მე თუ ჯიუტი არ ვარ, თუ ძალიან ბნელი არ ვარ და თუ ძალიან არ მეშინია სიახლეების მიმიღების, ბიჭო, თვალით ვხედავ, რომ აი ესია, ხო? რა უჭირს თამარის აკლდამის გახსნას და ამის ნახვას, რომ მართლა არსებობს კვლავგებითობა თუ არა, რომ დავინახოთ თვალნათლივ რა. მაგრამ საკითხი ის არის, რომ კაცობრიობას თვითონ ვერ გაუგია. მერე თვითონ ვინ იქნება? აი თვითონ ვიღა იქნება. კაი, ვთქვა თამარი აღდგა, თვითონ ვინ არის მერე, რა როლს თამაშობს? აი ეს ჯერ ვერ გაუგია კაცობრიობას და ამას აი ეს არის ამოცანა. ამოცანას დაგიყენეთ დიდი არაფერიაო, მაგრამ აი ძალიან რთული ამოცანა არის, რომ კაი, ვთქვათ ერთი აღდგა, როგორც აპოკალიფსის პერიოდში აღდგომის ვარიანტში წერია, რომ აღდგება ერთი და მის უკან აღმოჩნდება მთელი ჯარი. საკითხი ის არის, რომ ვინ ჯარი? ერთი ვინ არის ის ერთი, რომელიც აღდგა? ქრისტეს აღდგომა არ უნდა, კაცო, ქრისტე ამაღლდა, წავიდა, აღდგა ის თავის დროზე, მაგრამ აი მერე ვიღა უნდა აღდგეს და ვინ აღდგომაზეა და რა აღდგომაზე და როგორ აღდგომაზეა საუბარი, ეს თუ ჩვენ ვერ გავიგეთ და ჩვენი თავები ვერ ვიპოვეთ, ჩვენ ასტრალში, ხო? ჩვენი მეები ვერ ვიპოვეთ. ეხლა ფაქტის სახეზია, რომ აგერ მე თამარი მქვია და თამარის მსგავსად სამი ხალი მაქვს, ხო? ანუ ფაქტის სახეზია, რომ კვლავგებითია. ეს არის კვლავგებითი ახლა, რასაც უყურებთ ამ სურათზე. მაგრამ ამ კვლავგებითობას აღიარება სჭირდება.
თუ აღიარებით ვერ აღიარებ კვლავგებითობას, მაშინ ბიჭო, მივდივართ იგივე წრეზე, ჯორჯაძის არ იყოს, მივდივართ იგივე წრეზე, დაღუპვა, ყოფში გავყოფთ ისევ თავს, იუდასავით და ახლიდან დავიბადებით და 15,000 წლის მერე სადღაცა კიდე მოხდება ესეთი მსგავსება და მერე კაცობრიობა ან იქნება მზად ან არა იმისათვის რომ მიიღოს და მიმღებელი იყოს ამ კვლავგებითობის და საბოლოო ჯამში 2000 წლის წინ ქრისტე გვეუბნება კვლავგებითობაზე დღემდე ჯიუტად თავს, აი როგორც შტაინბოკ რა ქვია მაგას, თხის რქა ისე აწვება, თხის რქა ქართული ეკლესია რა არას ლაპარაკობეს მართლმადიდებლური არ არის რეინკარნაცია. რეინკარნაციას ქართული სიტყვა აქვს და კვლავგებითობა ქვია. კვლავგებითობა კიდე იმას ნიშნავს, რომ კვლავა ეგე. კვლავა ეგო რაღაც რა უნდა მაგას ახლა ჩვენ თუ ჩავიხედავთ ფიზიკაში, ყველაფერი კვლავგებითია. და რა გასაკვირი არის თუ კაცობრიობაც კვლავგებითია. ჩვენი სხეული თუ კვლავგებითია, რა გასაკვირი იქნება მაგის. ხო? არ არის აუცილებელი ბატონო რომ თავზე დაადგან გვირგვინი ისევ ამ თამარ მეფეს, კაცო. ედგა იმ დროს თამარ მეფეს გვირგვინი. აუცილებელი არ არის ეხლაც თავზე გვირგვინი დაადგან. თავარია ის გავიგოთ რომ კვლავგებითი ხარ, შეკაცო. რატო იყო ეხლა თამარ მეფის მნიშვნელობა? რატო იყო თამარ მეფის კაბის შემონახვა ცოცხლად საჭირო? აი, რა თუ უფიქრია ამაზე კაცობრიობას და საერთოდ კაცობრიობას უფიქრია, მაგრამ საქართველოს თუ უფიქრიათ ამაზე. რატომ მაინც მოხდა მე-12 საუკუნეში ქალის გამეფება, რაც იყო უტოპიური, აი ეგ იყო უტოპია, რომელიც მე-12 საუკუნეში თამარ მეფემ მოახერხა. რატომ და როგორ? ეგ სხვა საკითხია. და საკითხი ის არის, რომ რატომ იყო მერე მისი გვამის აი ესე ცოცხლად შემონახვა, როგორც დღეს შეგვიძლია დავინახოთ უშგულის მაცხოვრის მონასტერში აკლდამაში თამარ მეფის სილუეტი. სილუეტი კი კაბა, კაცო, რა სილუეტი? კაბა, უხრწნელი კაბა, რომელიც თაფლში არის დავანებული და შემონახულია დღემდე ხელუხლებლად. პირდაპირ გეუბნებით, დადგება კაცი და დახედავს თამარს, თამარის კაბას, რომელიც არის ჩადებული. კაბა კი არ არის, ხალხო ზოგს არ ესმის ხოლმე ეს კაბა რას ნიშნავს ზუსტად რა. მოდი დავაკონკრეტებ. კაბას ეძახიან გვამს, მეგობრებო. აი რო გარდაიცვალა ადამიანი, მისი გვამი არის კაბა. სულის კაბა. და აი ეს გვამი რომ არ ვთქვათ, ხო? პირდაპირ ამბობენ, თამარ მეფის ჩასაცმელი კაბა კი არა, თამარ მეფის გვამი, ესე რო ვთქვათ რა, აი თქვენ ენაზე რო ვთქვათ, გვამს ნახა უხრწნად მდგომარეობაში. და მასთან რო დადგება კვლავგებითი იგივენაირი თამარი, ხო? შენ ახლა ბრმა უნდა იყო და დებილი რომ ვერ დააკავშირო ისინი ერთმანეთს, რომ ეს კვლავგებითია და ეს მართლა იმას გავს და ის მართლა ის არის და ეს მართლა ეს არის რა. კაბა და აი ეს რომელიც ცოცხალი დგას ერთი და იგივეა. ბრმა უნდა იყო, ეგრო ვერ დაინახო. და მაგიტომ იყო სავარაუდოდ თამარ მეფის უტოპიურად გამეფება, რომ ეს მოეხერხებინა თამარს, რომ მისი გვამი, ანუ კაბა, აი ამდენად გაესაიდუმლოებინა, რომ არც მიწას შეეჭამა და არც ჟანგს და არც ადამიანებს და მოვიდოდა დრო, როდესაც აღდგებოდა. აბა ეხლა ფარავნები რას ელოდებოდნენ, რომ მუმიები აღდგებოდნენ, ხო? იმიტომ მუმიფიცირებას რო აკეთებდნენ. ამიტომ პირდაპირ მნიშვნელობით უტოპია მოხდა მე-12 საუკუნეში, უტოპია მოხდება 21 საუკუნეშიც წესით. თუ კაცობრიობა გამოფხიზლდა დროულად. მაგრამ თუ კაცობრიობა დროულად ვერ გამოფხიზლდა, მაშინ არ არის პრობლემა. ანუ ეს ჩვეულებრივი საკითხია, ვისაც ჩვენ გვესმის რამდენიმე 0.01% ვართ, ხო? კაცობრიობის, რომელსაც გვესმის ახლა რასაც ვლაპარაკობ და ეთანხმება ამ კვლავგებითობას და არის 99%, რომელიც არ ესმის, რას ვლაპარაკობ, ან არ უნდა რომ გაიგოს, ან ძალით არ უნდა რომ გაიგოს. ესმის და არ უნდა რომ ძალით არ უნდა რომ გაჟღერდეს ეს ამბავი და საბოლოო ჯამში ჩაივლის ეს საუკუნეც და ახლიდან დაიწყება კვლავგებითობის აგება სრულიად ამ ფიზიკურ ველში და ასტრალურში და მენტალურში და კვლავგებითობას უნდა დააჯდეს ისევ და ისევ ვიღაცა თამარი დაიბადოს, ისევ და ისევ აი ამ მონაცემებით, ისევ და თამარის კაბაც უნდა იყოს იმ დროს შემონახული თან.
გესმის? ან თამარის კაბა თუ არ იქნება, ვიღაცა პეტრეს კვართი უნდა იყოს შემონახული. ხო, ჩვენ ვთქვით, რომ ქალის გვამს ქვია კაბა, კაცის გვამს ქვია კვართი. ხო? ხო და აი მაგალითად თუ მე ვიღაცა პეტრე დაიბადება და ის მე თავის კვართს მოძებნის და იცი აი ეს ვარ მეო და ხალხი იტყვის ეს არის და დაინახავს და კი ეს არის აი ერთ-ერთი გავს კლავგებითია და ასე არა მხოლოდ გავს, არამედ მონაცემებიც იგივეა, არამედ ნუ ეხლა შეიძლება თქვენ თამარს სხვანაირად წარმოგიდგენია და არ იცნობთ და მე და თამარი ვერ გამაიგივოთ, მაგრამ საკითხავი რა არის, იცით მეგობრებო? საკითხავი ის არის, კი არ უნდა ვერ გამაიგივოთ, არამედ რა გიშლით ხელს იმაში, რომ მსგავსებები დაინახოთ. ის მსგავსებები, რომელიც მე პირდაპირ დაგიდეთ წინ. ხო? მსგავსებების დანახვა რა არის? აი მაგალითად მსგავსება ფიზიკურ ველში, მენტალურ ველში და ასტრალურ ველში. ფიზიკურ ველში მაგალითად ის, რომ აი ამას სამი ხალი აქვს, ამასაც სამი ხალი. პირიც მიუგავს რაღაცნაირად ცვირიც, ყბაც, ყვრიმალებიც, წარბებიც, თვალიც და ასე შემდეგ. მიუგავს, ხო? ფიზიკური ველი ეს არის. ეხლა მენტალური ველი რა არის? მენტალური ველი არის, მეგობრებო, ერთსაც თამარი ქვია და მეორესაც. ეს არის მენტალური ველი. ერთიც ბაგრატიონია და მეორეც ბაგრატიონია. ანუ შთამომავლობით ინასარიძე ვარ, მაგრამ ინასარიძეები ბაგრატიონების შთამომავლები არიან. ანუ ერთიც ბაგრატიონი მენტალური ველი ეთანხმება, ხედავ? ფიზიკური და მენტალური ველი ეთანხმება, ბიჭო, და ასტრალური ველი სადღა არის? ასტრალურ ველზე მე თამარზე ისეთი რაღაცეები გაგანდეთ და ისეთი ინფორმაციები ამოგიყარეთ, რომ არსად არ გიწერიათ აბსოლუტურად. ერთადერთი ქართლის ცხოვრებაში შეიძლება ამოიკითხოს იმან, ვისაც შეუძლია ფრაზასა და ფრაზას შორის ამოკითხვა და გაგება იმ საკითხების, როგორც ადრე იგებდნენ კაცობრები. ანუ ესე იგი ნახეთ, მენტალური ველი არის, ეთანხმება, ასტრალური ველი ასე თუ ისე მე მესმის თუ არ მესმის, თქვენ გესმით თუ არ გესმით, დაგიდეთ წინ, რომ თამარს ბიჭო იმდენი რაღაცა გადახდა თავს, რომ ტრაგედია იყო თავიდან ბოლომდე მისი დაბადება და გარდაცვალება რა. მიუხედავად ამ ტრაგედიისა და ამდენი წვალებისა, პირადი ცხოვრების წვალებისა, მან მიაღწია ოქროს ხანას. ნუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა არ ვიამაყოთ და არ ვიტრაბახოთ იმით, რომ აგარი ვიყავი რა წინა ცხოვრებაში, მაგრამ ბიჭო, მენტალური ველი, ფიზიკური ველი და კიდევ ერთი რაღაც მინდა გაჩვენოთ, რომ აი ჩემს წინა ვიდეოებში თქვენ ნახავთ, რომ დავით სოსლანი და ჩემი მეუღლე ძალიან მაგრა გვანან ერთმანეთს რა. ჩემი ეხლანდელი მეუღლე და დავით სოსლანი. მე აქ არ მაქვს სლაიდი, თორე ჩაგიგდებდით. შეიძლება მაქვს კიდევაც, მოკლედ, მოიცა, თან ვილაპარაკებთ. და ამასობაში ჩვენ საბოლოო ჯამში თან ვართ აპოკალიფსის პერიოდში არ დაგავიწყდეთ და ველოდებით კიდე ვიღაცეები მოვლენ და აღადგენენ ძვლებიდან ხორცებს. თუ რა ვიცი რა გვინდა რომ გავაკეთოთ, რომ ისა ChatGPT-მ საბოლოო ჯამში ხელოვნურმა ინტელექტმა ძვლებს შეასხას ხორცები? ანუ ჩვენ მაგას ველოდებით, რომ ეგრე მოხდება და რაღაცა ესეთი პროცესი იქნება, რომ აი ქრისტე ჩამოვა და ქრისტე მოაგვარებს მერე ყველაფერს, ქრისტე აღადგენს მერე ყველას რა. როცა ქრისტე გეუბნება, ბიჭო, მე აღარ მოვალ, სხვა ნუგეშინიცემელს მოგივლენ და თანაც მკვდრები უნდა აღდგნენ თავისით მეორედ მოსვლის დროს. ხო? არ ვიცი, ეხლა ეს ძალიან უტოპიურ რაღაცას გეუბნებით რა, მეგობრებო რა. აი ძალიან უტოპიურ საკითხს გეუბნებით, რომელიც მე მესმის თქვენიც, რომ შეიძლება ვერ მიიღოთ ეს საკითხები, ეხლა მე რასაც ვაჟღერებ. აი ძალიან მესმის თქვენ, იმიტომ რომ იმდენად სხვანაირად მოგმართეს და იმდენად სხვანაირი სწავლებები გასწავლეს სკოლაში, რელიგიაში თუ ეკლესიაში, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, ეხლა მე რაზე ვლაპარაკობ და ცოტა სიგიჟეთაც კი მოგეჩვენოთ, იცით? მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მე
არა მხოლოდ არქეოლოგი ვარ, არა მხოლოდ რეჟისორი ვარ, არა მხოლოდ საერთაშორისო განათლება მაქვს მიღებული, არა მხოლოდ 2 წიგნის ავტორი ვარ, ენოქის წიგნი მაქვს ნათარგმნი, ეხლა კიდე მესამე წიგნი გამოვა ჩემი, არა მხოლოდ პრიზების მფლობელი ვარ საერთაშორისო და არა მხოლოდ რა ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი ვარ და არა მხოლოდ აგერ იუთუბერიც ვარ და ფეისბუქერიც არა მხოლოდ ის ვარ, არამედ ეზოთერიკიც ვარ და ფსიქოლოგიც ვარ. გესმით? და ამ საკითხებში თეოლოგიც ვარ, სხვათა შორის ეხლა შემიძლიათ ჩემ თავზე აბსოლუტურად ძალიან წყნარად თქვა, რომ თეოლოგი ვარ ხალხო. თეოლოგიც ვარ, იმიტომ რომ იმ საკითხებს, რომელ საკითხებსაც მე ვეხები, ვერც ერთი თეოლოგი ვერ მჭრის. აი, პირდაპირ გეტყვით რა, ენოქის წიგნის თარგმნის დროს, როდესაც 2 წლის წინ 2023-ში მე ენოქის წიგნი ვთარგმნე და შემდეგ ამას წინააღმდეგობა მოყვა იმისა, რომ რას ლაპარაკობ, ენოქის წიგნი არაკანონიკურია და ეს როგორ შეიძლება და ანათემას გადაგცემთ და ბიჭო მეთქი, რა ანათემას გადავთ? ამაზე ბრძოლა მომიხდა. და დღეს ეკლესია აღიარებს ენოქის წიგნს. ენოქის ეს ვისი დამსახურებაა, მეგობრებო, რომ ეკლესია აღიარებს ენოქის წიგნს? ყველა იმ ადამიანის, აი ლევან პეტრიაშვილმა მაგალითად იმაში დამეხმარა, რომ ეს ტექსტი წიგნად გამოცემულიყო. და მე ლევან პეტრიაშვილს მივეცი ეს ტექსტი, რომ მეთქვი, როგორც შეიძლება ისე როგორც შეგიძლია ისე გაამრავლე და ხალხს მიაწოდე ეს წერილი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, ბოლო ჟამის წერილია. და საბოლოო ჯამში ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საკითხში მხარში დამიდგა და ენოქის წერილები, ადამიანს, რომელსაც მეორედ მოსვლის დროს ელოდები და იმის წერილები ნაგავში გადაყარე და იმას ვერ აღიარებ, რომ ენოქის წიგნი მნიშვნელოვანია. შე როგორ გინდა, რომ ენოქი რომ მოვა, მერე იმას უთხრა, რომ არა, იცი რამე შენი წერილები იქით არაკანონიკურად ვაღიარე და საერთოდ არ მჭირდება შენი წერილები, კარგია რომ გამოჩდი ძმაო. ბრატ, რომ ეხლა დავიჯერო მეორედ მოსვლა არა? და აი ამ საკითხებში ძალიან დიდი ბრძოლა მომიხდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ რამხელა ენერგეტიკა სჭირდება იმას, რომ გაუმკლავდე ამხელა მასას, რომელიც არა მხოლოდ უვიცობით გეწინააღმდეგება, არამედ ძალით, ანუ იცის და მაინც გეწინააღმდეგება, გამიზნულად გეწინააღმდეგება და სრულიად სამოციქულო ეკლესია. სრულიად სამოციქულო ეკლესია გეწინააღმდეგება იმაში, რასაც ბოლოს მაინც თვითონ აღიარებს, აგერ აღიარა უკვე ენოქის წიგნი და ენოქის წერილების ძალიან დიდი მიღწევა არის. ამას პატარა ენერგია ვერ გაუძლებს. ამას მცირეოდენი გონება და ამპარტავნული შინაგანი ვერ გაუძლებს იმას, იმ ომებს, რაც მე გადავიტანი და რასაც მე გაუძელი. მე რატო გეუბნებით, იცით ამას? შეიძლება ადვილად გეჩვენოთ, რომ მე ვლაპარაკობ ახლა Facebook-ში და აბა სხვას რას ვაკეთებ, მე Facebook-ში ვლაქლაქებ მხოლოდ, მაგრამ Facebook-ში ძალიან ბევრმა დაიწყო ლაქლაქი და ბოლოს ან საგიჟეთში ამოაყოფინეს თავი და ან კიდე ციხეში, ან კიდე მოკლეს და ან კიდე გააქრეს. არ კიდე ქვეყნიდან გაუშვეს. და თქვენ შეიძლება ამას ვერ ხვდებით რამხელა. წვლილი შემაქვს მე იმ საკითხებში, რასაც მეორედ მოსვლა ქვია და რასაც აღდგომა ქვია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ და თქვენ ოდესღაც გაიგოთ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით იმ საკითხებს, რასაც მე შევებრძოლე და შევერკინე, ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გააკეთებდა თუ არა იმ სულის გამოცდილების ადამიანი, რომელსაც თამარ მეფობა ქვია. მე არა მაქვს პრეტენზია, რომ მეფე დამიძახეთ. მაგრამ მე მაქვს პრეტენზია, რომ დაინახოთ ის, რასაც ვაკეთებ. ნუ გამიტარებთ ისე. დაინახეთ უბრალოდ, რასაც ვაკეთებ რა. აი ახლა ვიპოვე ეს სლაიდი, სკროლებ და ვიპოვე ეს სლაიდი. აი ნახეთ მეგობრებო, აქ ხედავთ თქვენ აი მაღლა თამარ მეფეს, აქ მე და ჩემი მეუღლე ვართ.
იქ მე და ჩემი ორი ბავშვი, მაშინ მესამე არ მყავდა, ეხლა მესამეც მყავს და აი აქ დავითი და ჩემი მეუღლე. აი ახლა ეს ძალიან დამთხოვა. აი ამდენი დამთხოვები უბრალოდ მათემატიკოს კითხე რა. მათემატიკოს კითხეთ შეიძლება მოხდეს? არ არსებობს. ესეთი რამე არის უტოპია. აი ახლა უკვე ამ სლაიდებს, რასაც ხედავთ თქვენ, ეს დამთხოვები არის უტოპია უკვე რა. და არანაირი ამპარტავნება ამის მიღმა არ დგას და არანაირი სურვილი რომ მე მინდა თამარ მეფობა. მე თამარ მეფობა კი არ მინდა ხალხო. მე მინდა ის რომ დავინახოთ ეს რა ფენომენია. რა ფენომენთან გვაქვს საკითხი რომ ამდენი დამთხოვა შანსი არ არსებობს რომ დამთხვევები არსებობდეს ჯერ ეგერთიც სამყაროში დამთხოვები არ არსებობს და მეორე კიდე ერთი დამთხოვა შეიძლება მოხდეს მაგრამ აი მარტო ამ სურათის მიხედვით მოდი ჩამოვთვალოთ რამდენი დამთხოვაა თამარ მეფე თამარ ინასარიძე სახელში დამთხოვა ეგ ერთი დამთხოვა გარეგნული დამთხოვა აგერ ხალი ეგ მეორე დამთხოვა გვარით ბაგრატოვანი ეგ მესამე დამთხოვა ესე იგი ბავშვები პირველი ბავშვი აგერ ჩემს ბიჭს ხედავთ პირველი ბავშვი თამარმა 31 წლის ასაკში გააჩინა 32 წლის ასაკში გააჩინა უფროსწორი 31 წლის ასაკში დაქორწინდა აი ეგ უკვე მეოთხე დამთხოვა რომ 31 წლის ასაკში დაქორწინდა მეხუთე დამთხოვა რომ 32 წლის ასაკში პირველი ბავშვი გააჩინა და ლაშა გიორგი დაარქვა აი მეხუთე დამთხოვა არის ჩემს ბიჭს ქვია ნიკოლოზ გიორგი ეს ნახევარ დამთხოვა და არ ჩავთვლი მაგ დამთხოვას მეორე ბავშვი გააჩინა რუსუდანი წელიწად ნახევრის მერე და იგივენაირად გავაჩინე მეც მეორე ბავშვი ეგ უკვე მეექვსე დამთხოვა ჩემი მეუღლე და დავით სოსლანი ძალიან მაგრაგვანან ერთმანეთს ეგ უკვე მეშვიდე დამთხოვა და კიდე სხვა დამთხოვებია რომელიც ვიდეოში მაქვს ჩამოთვლილი და აი იმ დამთხოვებს მე თქვენ მიაქციეთ ყურადღება პირველი შეყვარებული ეს როგორ მაგრა გავს იმ გიორგი რუს და მე კიდე სხვა საკითხები და აი უკვე 7 დამთხოვასთან გვაქვს ჩვენ საკითხი და არ არსებულა ესეთი რამე რომ 7 დამთხოვება ასეთ საკითხში ეს აღარ არის დამთხოვები მეგობრებო ეს არის კლავგებითობა გესმით და არა მხოლოდ ერთი ადამიანის კლავგებითობა აქ უკვე ხედავთ სულ ცოტა ორი ადამიანის კლავგებითობას რა აი ამ სურათებზე ეს თემა მეგობრებო ხა რაში დაგვეხმარება ვთქვათ რომ ჩვენ აღდგომა მოვაწყოთ ჩვენ ვაწყობთ აღდგომას ბიჭო გაანძრიე ხელი და გადარჩებიო ღმერთი რას გეუბნება და იმასაც გეუბნება რომ თქვენ ხართ ღმერთები განა არიცითო და შენ თუ არ გინდა რომ კლავგებითობა თუ ხედავ რომ აღიარო აბა ვინ გიღიაროს ქრისტე ჩამოვიდეს და იმან გიღიაროს და მე შენ დაემოწმები თუ როგორ გინდათ ეს მოხდეს ხო და აი უბრალოდ მე რა მინდა იცით გითხრათ მეგობრებო აი აბსოლუტურად გათიშეთ ის რომ მე მინდა თამარ მეფობა რა გათიშეთ ეგ ნუ აკავშირებთ იმას რომ მე თამარ მეფობა მინდა ისე დაინახეთ როგორც მე ეხლა გაწვდით თქვენ რომ ბიჭო რა ფენომენია ეს 7 დამთხოვა ჩამოგითვალეთ მარტო ამ სურათების მიხედვით რა 7 დამთხოვა და კიდევ ერთხელ გეტყვით სამყაროში დამთხოვები არ არსებობს ყველაფერი კანონზომიერია და თუ ყველაფერი კანონზომიერია ეს ყველა ეზოთერიკმა იცის ხო ყველაფერი კანონზომიერია ყველა ფიზიკოსმა იცის რომ კანონზომიერია ყველაფერი დამთხოვები არ არსებობს საერთოდ სამყაროში და თუ კი ესია და 7 კანონზომიერი პარალელი არსებობს აი ამ თამარსა და ამ თამარს შორის ხო მაშინ ესე იგი კლავგებითობასთან კი არა რეინკარნაციასთან კი არა აღდგომასთან ქონია საქმე გესმით და თან ამასთან ერთად განა ვინმე მითხრა რომ ესეთი რაღაცეები არის პარალელები ჩემსა და თამარს შორის ვინმე პერსონამ კი არ მითხრა ხალხო სამყარომ თვითონ გამანდო და ალბათ იცით რომ მე თამარ მეფის სცენარზე მუშაობდი და თამარ მეფის სცენარზე მუშაობის პერიოდში აი ეს პარალელები აი ამდენი ჯერ 7 ეხლა ჩამოგითვალეთ
გავავლე და ალბათ თქვენს დამეთანხმებით რომ ესე ბრმად არ გამივლია, ანუ მართლა არსებობს მსგავსებები, ხო? მე ეხლა სადღაცა საიდანღაცა კი არ მოვიტანე ეს ინფორმაცია, პირდაპირ გვიდევს წინ, რომ მსგავსებები და პარალელები არსებობს, ხალხო. ჩვენ თუ ქართლის ცხოვრებას გადავშლით და თამარ მეფის ცხოვრებას გამოვიძიებთ, რა ძალიან რთული იყო, მე პირდაპირ გეტყვით რომ მე რომ მუშაობდი სცენაზე, იმდენად რთული იყო თამარ მეფის ცხოვრების გამოკვლევა, რომ იქ ძალიან ბევრი გონებრივი ჩართვა დამჭირდა იმისა, რომ ქრონიკონის მიხედვით ზუსტად დამესვა ის წლები, რომლებიც ისტორიაში გვატყუებენ, რომ თამარ მეფე 16 წლის გამებდაო თუ რაღაცა 18 წლის. რა 18 წლის, რა 16 წლის. 21 წლის ქალი იყო, მამამისმა მოსაყდრეთ აიყვანა და 25-26 წლის ასაკში თამარ მეფე მეორედ გახდა მეფე. და შემდეგ აი ეს ამბები თავისი პირველი ქმარი ხეირო რო აღმოჩნდა და მეორე ქმარისგან რო შვილები ეყოლა და ასე შემდეგ, აი ეს საკითხები. რო გამოვითვალე პირდაპირ დააჯდა 31 წლის ასაკში მეორედ გათხოვდა თამარი და პირველი შვილი 32 წლის ასაკში ეყოლა. აი ამაზე არავის არ უფიქრია და არავის არ უსაუბრია, არც მასწავლებელს, არც ისტორიკოს და არც არავის. და სხვათა შორის აი რომ დაუფიქრდეთ, ხო? თამარ მეფის 20 წლისა გამებდაო და 21 წელი იმეფა. და აბა დაუკვირდით ახლა რამდენი წელი გამოდის. კარგი 20 წლის გამებდაო, ესე ამბობენ ლექსში არის. 21 წლის მოსაყდრეთ ავიდა. 21 წლის თუ მოსაყდრეთ ავიდა და 21 წელი იმეფა, ესე იგი გამოდის, რომ თამარ მეფე რამდენი წლის გარდაცვლილა. არც თუ ისე ბებერი, ხო? გამოითვალეთ ახლა მე რო არ გითხრათ თქვენ. ცოტა გონება ჩართეთ. და როდესაც თამარ მეფე გარდაიცვალა, მანამდე 5 წლით ადრე გარდაცვლილი იყო დავით ოსლანი. და რა გამოდის, თამარ მეფეს მცირეწლოვანი შვილები დარჩა და ახალგაზრდა იყო დავითი რო გარდაიცვალა 26 წლის ასაკში, 37 წლის, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მეუღლე. თამარი იყო 36 წლის, რომ გარდაიცვალა სოსლანი. და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. მაგრამ მცირეწლოვანი შვილები მარტო აღზრდილი რა ქვია, მარტო აღზრდილი, მარტო დედა, ფუ რა ქვია მაგას. ხო, არ ვიცი რა ქვია ქართულად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 36 წლის ასაკში რომ მცირეწლოვანი შვილები დარჩები, რა თქმა უნდა, პერსპექტივა კიდე გაქვს, რომ გათხოვდე კიდე, ხო? და აი იქ მერე რაც ხდება თამარის ცხოვრებაში, ეგ უკვე სხვა საკითხია და ამაზე ხშირად გესაუბრეთ და აღარ მინდა მაგას შევეხო. უბრალოდ მე იქამდე მივალ, სანამ დავით ოსლანთან ერთად იყო თამარი რა. იქამდე მივალ, რომ დავით ოსლანთან ერთად ცხოვრების პერიოდში თამარმა რამდენი ომი აწარმოა? 20 წელი იმეფა ქალმა და 20-ო, აბა გაიხედეთ, საქართველოს მასშტაბით. აი 20 წელი იმეფა თქვა და ყოველ წელს ააშენა ერთი ხიდი, ერთი კოშკი, ხო? საქართველოს მასშტაბით 20 კი არა, 41, სულ ცოტა 41 ციხესიმაგრე და ეკლესია და ეს არის აშენებული რა, ერთად რო ჩავთვალოთ ხიდი და წყლები გაყვანილი და როგორ მოახერხა ქალმა, ანუ წარმოიდგინეთ, რომ წელიწად თან ომებს აწარმოებ, წარმოიდგინე. თან შვილებს აჩენ, თან დედა ხარ, თან მეფე ხარ. აი, უნდა ხო რომ მეტყვიან ხოლმე, რომ ეგ დრო, რასაც უთმობ შენ, მაგ ლაიფებს ჯობია ბავშვებს მოახმარო და წაუკითხო წიგნები და ესა და ის გააკეთო და გაისეინოთ, რომ ასწავლიან ხოლმე ჭკუას ვიღაცეები რა. და თამარი რას ეუბნება ამ დროს იცით თავის ლაშა გიორგი რო გაუჩნდება, ძიძას მისცემს გასაზრდელად და ეუბნებიან, ურჩევენ თავისი მრჩევლები, რომ არ გააკეთო ეს სხვას არ გააზრდებინო შვილიო და თამარი ეუბნება ესეც სიტყვებს. ღმერთმა ხო, ისო რა ქვია, მოკლავენო თუ რა მოკვდებაო თუ უბედურებაში მოხვდებაო ეს ბავშვიო და ღმერთმა მომცაო და ღმერთი იქნება მისი გამზრდელიო და მისი მეპატრონეო. მე კიო
ამ დროსო იმაში არ დავხარჯავო რომ ბავშვი აღზარდო და ჩემს ქვეყანას მოვესახურებიო და მოეწონებათ მე ნაზირ ვეზირებს ეს საუბარი რა თამაშიც ქონდა ეს განსაცდელები თქვენ გონიათ არა როგორც ქალი ეხლა ვერ წარმოედგინათ ვერც იმ დროინდან კაცურ პოლიტიკურ საზოგადოებას რომ ქალი შეიძლება მართავდეს ქვეყანას და ასე შემდეგ და მისი სიტყვა სანამ დამკვიდრდა სანამ გაიგებდნენ რომ თამარი ბრძენია და თამარი მართლაც მოაზროვნე და თამარი მართლაც ყველა ომს იგებს და თამარი მანამდე იყო რუსუდანი მისი მამი და ჩხიბა ალქაჯი ხო და ასე რომ მეგობრებო იცით რა არის მე მესმის ისიც რომ ძალიან ბევრ ქალბატონს მიაჩნია თავი რომ თამარის რეინკარნაცია არის მაგრამ ძალიან ბევრ ქალბატონს ეზარება თამარ მეფის ცხოვრების დეტალურად განხილვა აი იმათ ვისაც მიაჩნიათ თავი რომ თამარი არიან გესმით ძალიან ბევრს ეზარება კი არა და ყველა თითქმის ნებისმიერ აი ამ ადამიანებს ვისაც თამარი გონია თავი ეზარება თამარის დეტალურად განხილვა ქართლის ცხოვრებაში ჩახედვა და ძველ ქართულად აი ამ ტვინის ჭყლეტვა რომ წაიკითხოს თამარზე რა წერია საერთოდ რა ხო და მეგობრებო როდესაც მოხდება ეს უტოპია და აღდგება სრულიად საქართველოში აი რა ერთ-ერთი მკვდარი აღდგება და აღიარებული იქნება ეს საზოგადოებისგან რომ კვლავგებითია და აღდგა თქვენ აბა რას ფიქრობთ სოფლიო მასშტაბით ამის აღიარების შემდეგ რა მოხდება ფეხი-ფეხზე გადაიდებს სოფლიო მასშტაბით კაცობრიობა და ითქო მე რა ხო ეგ ხო ისედაც ყველგან ხდება ეგრე ითქო ის კაცო ვიცით ძველი თემა არის კვლავგებითობა არსებობს მკვდრები აღსდგებიან და მე რა ჩვეულებრივი საკითხია ესე ითქვის თქვენ რას ფიქრობთ რომ სოფლიო მასშტაბით სოფლიო კაცობრიობის ცნობიერებაში რა მოხდება ამ დროს თუ კი სრულიად საქართველოს აღიარებს რომ თამარ მეფე აღდგარია ხო აი რა მოხდება ამ დროს და მე არ გეუბნებით რომ ძალით აღიაროთ კაცო როდესაც გავხსნით აკლდამას და ვნახავთ რომ კვლავგებითია ყველაფერი და მართლაც ასია ამ შემთხვევაში აღიაროს რომ თუ არ არის კვლავგებითი და თუ მართლა ასე არ არის რა უნდა ვაღიაროთ რაც არ არის კვლავგებითი ხო მე მაგას გეუბნები და თუ კი ეს მოხდება და თუ კი მართლა ასე იქნება რომ კვლავგებითია 7 დამთხევა და არა დამთხევა არ არსებობს 7 კანონზომიერი პარალელი მატერიალური მენტალური ასტრალური აი ეს სამი სფერო სამი განზომილება რომ ისევ ერთიანდება სოფლიო მასშტაბით რომ ახლა კატასტროფები მიმდინარეობს და ეს კატასტროფები არ გაჩერდება თქვენ რას ფიქრობთ კაცობრიობა ამით არ დაინტერესდება განსაკუთრებით ის ხალხი ვინც მაღალ პოსტებზე არიან როგორიც არის პუტინი ტრამპი ჩინეთის რა ვიცი ვინ მართველი და ასე შემდეგ არ დაინტერესდება და არ იტყვის რომ აქ რაღაც მართლა საინტერესო ხდება ჩვენზეა დამოკიდებული ეს ქართველებო ჩვენ გვაქვს ეს ძალიან მაგარი ღმერთმა რა მოგცა იცით ჯოკერი მოგცა რა ჯოკერი მოგცა პირდაპირ დაგვარტყა თავზე რომ აჰა თქვენ ეს ჯოკერიო და ამ ჯოკერს ვერ ვიყენებთ იცით იმიტომ რომ ჯოუკ არისო რა ხუმრობად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი ინგლისურად ჯოუკ არის ხუმრობა და ჯამბაზი არის ჯოკერი და ჯამბაზობად მიგაჩნიათ ის ახლა მე რასაც ვყვები რა და თქვენ გონიათ რომ ვიღაცა გაგაჯამბაზებთ რომ ესენი რეებს ბოდავენო ახლა ისა და თქვენი თავის დაცვა რო ვერ აი რო დაინახო რომ 100%-ით რო დაინახო შენი თვალით ხედავ რომ კვლავგებითია და ვიღაცას ეუბნები რომ ვაღიარებ რომ კვლავგებითია და ვიღაცა გეუბნება რომ შენ შიქო არა გუკაცრავად ბოდიშით ამ გამოხატულებაზე შენ ალაოთ ხო არა ხარ ბიჭო რა კვლავგებითი არის რა დროს აღდგომან და რა დროს მეორედ მოსვლაა და შენ რო ვერ დაიცავ შენს თავს რომ რაც დაინახე ის რო დაიცვა წარმოგიდგენია რა დონეზია მაგ დროს შენი სული რომ შენ რაც თვალით ხედავ ფიცი მწამს ხო ფიცი მწამს და ვერ ამტკიცებ ამ ფიცს აი მაგ სულიერებით აღდგომა არ მოხდება მეგობრებო შენ თუ ის რაც დაინახე და იმის გატანა არ შეგიძლია
შენ მაშინ აღდგომას ვერ მოახერხებ და რაც არ უნდა ეხლა თამარი ვიყო თუ ვიღაცა ვიყო ესეთი თამარზე დიდი არ ვიცი კიდე ქეთევანია რაც არ უნდა თამარი ვიყო ან ქეთევანი მაინც ვერ მოხერხდება იმიტომ რომ შენი სულიერება ჩემ სულიერებას ვერ მოყვება ძალიან ვცდილობ რომ ამოგქაჩო მაგრამ შენ არ გინდა და თუ შენ არ გინდა და შენი ნებით არ გინდა ის რომ შენი თვალით იხილო აღდგომა მაშინ მე ვერ დაგაძალებ შენ მე კიდევ დაველოდები იძულებული ვხდები მე ასტრალურში და მენტალურში რომ კიდევ დაველოდო შენს გაზრდას გესმის და კიდევ 15 საუკუნე დაველოდო თუ 8 საუკუნე თუ 4 რაც იქნება ის კიდევ ერთხელ დავიბადო ვთქვათ ხო და კიდევ ერთხელ ვეცადო რომ აი გაგაგებინო რას ვლაპარაკობ რა მე იძულებული ვხდები იმიტომ რომ შენ სულს ჯერ მიმღებლობა არ აქვს არც გაძალებ რომ გქონდეს მიმღებლობა უბრალოდ მაინტერესებს რა რატო ეწინააღმდეგები იმას რასაც მე გელაპარაკები ჩვენ ხო შეგვიძლია ეს უბრალოდ აი ფაქტიურად გამოვცადოთ ფაქტის სახეზე ვნახოთ პრაქტიკულად გამოვცადოთ არსებობს თუ არა კვლავგებითობა შეიძლება მკითხო ახლა როგორო და გეუბნები თამარ მეფის აკლდამა ვიცი სადაც არის ჩაგიყვან თამარ მეფის აკლდამაში იქ დავდგები ჩამოდი და შეადარე ის თამარი რომელიც თაფლში არის და უხრწნელია არის თუ არა ჩემთან კვლავგებითი ან ვარ თუ არა მე იმასთან კვლავგებითი შენი თვალით დაინახე და შენი თვალით ნახე უბრალოდ შენ შეგიძლია დაინახო შენ შეგიძლია გადაწყვიტო გესმის როცა შენი თვალით იხილავ მე არ შემიძლია გადავწყვიტო მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო ვარ თუ არ ვარ აი ახლა მე რასაც გელაპარაკები ამ თეორიებით ჯერ ეს თეორია არის შენთვის მაგრამ როდესაც კაბას იხილავ თამარისას ხო უხრწნელ მდგომარეობაში ანუ თამარის გვამს იხილავ უხრწნელ მდგომარეობაში და მეც მის გვერდზე მიხილავ აი იქ უკვე შანსი არ არის რომ ვერ გაარჩიო ეს ერთნაირია თუ არა ეს ორი რაღაც გესმის შანსი არ არის ძალიან ბრმა უნდა იყო ან სრულიად ბრმა უნდა იყო რომ ვერ გაარჩიო ორი ერთნაირს ხედავ თუ არა აი ეს არის უტოპია მეგობრებო და რა მოხდება მე ვთქვათ აი სრულიად საქართველო და ვინც იხილავს ამ სასწაულს აღიარა რომ აღდგომა უკვე მომხდარია და აი პირდაპირ ჟარგონით ჩააფურთხე და აღარ მჭირდება თქვენი არც მიწა არც ის აღდგომა მომხდარია უკვდავებაში ვართ გადასული ჩვენ ისევ და ისევ ვიბადებით როცა გვინდა თუ კი ჩვენ მივახციეთ ჭეშმარიტად მატერიისგან გათავისუფლებას ხო ჩვენი მენტალური უკვე გაიაზრებს იმას რომ რა სიკვდილი აღარ არსებობს ესე იგი შესაძლებელია სულმა ის განახორციელოს თავისთავი კვლავგებითად და კიდევ და მომკლავ კიდე დავიბადებ ანუ შენ ამით ბოროტებას კი არა სატანას ამარცხებ მატერიას ამარცხებ იმიტომ რომ მატერიაში არ არსება მატერია ქრისტე გვეუბნება რომ მატერიაზე ნუ ხარ დამოკიდებული ის შეგიძლია კვლავგებითობით აღადგინო მესამე დღეს აღადგინა ქრისტემ თავისი თავი აი თამარ მეფემ კიდე შეიძლება 8 საუკუნის მერე შეძლოს აღდგენა ან 15 საუკუნის მერე გააჩნია როცა შეძლებს როცა აი ამის ეხლა მე როგორ გითხრათ ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება ის რომ მე აგიხსნათ ის რასაც მე ვხედავ რა ძალიან დიდი ძალისხმევა ეს არ არის ჩემთვის ადვილი აი ძალიან რთული თემა არის მიუხედავად იმისა რომ როდესაც სოფია ლოგოსმა გააჟღერა პირველად თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო რო ჩაქოლა 1500-მა ადამიანმა ხო კომენტარებით ამის მერე რომ კიდე იმის გამბედაობა მეყოს და კიდევ იმ თემაზე ვსაუბრობდე თქვენთან ერთად მაგრამ მეყო იმის გამბედაობა იმიტომ რომ მე ვხედავ აქ ნაყოფს რომელიც შეიძლება დავინახოთ და მივიღოთ როგორც აღდგომა მაგრამ თუ ვერ ხედავთ თქვენ არა უშავს ჩამქოლეთ არა უშავს მაგასაც ავიტან რა იმიტომ რომ რაც სათქმელი უნდა ითქვას და თუ არ ვიტყვი მე ჩემს სათქმელს აი იქ მომეკითხება მე ქრისტეს წინაშე რომ წარვდგები რისთვის მიხვედი იმისთვის რომ
შიშარასავით უკან დაგეხია ისე? ბოლომდე იბრძოლე. თუ გაბედული ხარ, ბოლომდე იბრძოლე. თქვენ იცით იმ გოგოს რა მოუვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო? საგიჟეთში ხომ ძალით წაიყვანეს და მოაქციეს ისე, რომ აზე არ იყო გოგო, როგორ მოხდა იმ საგიჟეთში. ნემსი დაარჭეს და სახლიდან ისე წაიყვანეს. პოლიცია მივიდა, რომ თითქოს ცუდად იყო და რაღაც ნემსი გაუკეთა და გათიშეს გოგო და საგიჟეთში გაიღვიძა გოგო, მაგრამ მინდაო იყვიროდა. იქ ხომ ნემსები დაარჭეს ისეთი, რომ გოგო მთლიანად დაკარგა, რაც კი მიმღებლობა ქონდა ამ სამყაროსგან, ცნობიერი, მთლიანად დაკარგა. გაწმენდები და ისინი მოუხდა, მე გამოჯანსაღება იქიდან რომ გამოვიდა. და საბოლოო ჯამში საქართველოსთან წაიყვანეს ეს გოგო რა. წავიდა ეს გოგო, სხვანაირ ან წავიდა, ან წაიყვანეს. აი ეს მოუვიდა იმას, ვინც განაცხადა თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო და ამის მერე მეგობრებო, მე მოვდივარ და თქვენ გიცხადებთ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო და თან არ დაგავიწყდით ის, რომ სრულიად სამოციქულო ეკლესიას, რომელიც დღეს ძალიან ჩაჯმულ მდგომარეობაშია, ვამხელ. არ დაგავიწყდით, რომ ეს ძალიან დიდი ძალისხმევის უნარიანი ადამიანების ხვედრია რა. რომ ამხილო სრულიად სამოციქულო ეკლესია დღეს. თქვენ იცით რას ნიშნავს ეს, რომ სამოციქულო ეკლესია ამხილო? დღევანდელი? სრულიად სისტემას შეებრძოლო. კგბ-ს კი არა, სრულიად მასონურ სისტემას რო შეებრძოლო, მაგის ტოლფასია ეს. და თქვენ ეს ადვილი გგონიათ? აბა დადექით. და ხმამაღლა გააცხადეთ ერთი რამე ილიას წინააღმდეგ რა. თქვენ რა მოგივათ, მერე ნახეთ რა. ნაკორშლები დაგეყრებათო თავზე კი არა, ნაკორშლების დაყრას ინატრებთ თავზე რა. აი ის მოგივათ თქვენ. და თქვენ გონიათ, რომ ის რასაც მე ვაკეთებ, სიძულვილით აკეთებ? ან ვინმე მძულს, ან რაღაცა მეზიზღება? არავინ არ მძულს და არავინ არ ეს ჩემი ვალია. რომ როდესაც უსამართლობას ხედავ, ამხილეო ქრისტე გეუბნება და თუ არ ამხელ, მე მოკითხავ იმის ცოდვებსაც გესმის. სახარებაში გვიწერია ეს პირდაპირ. და როდესაც ხედავ, გევალება რომ ხმამაღლა ამხილო. და თუ არ ამხელ, იმიტომ რომ იმის შეგეშინდა, ან იმიტომ რომ რაღაცა იქ რაღაც ფეხი წაგი ბორძიკდა დაზე, მაშინ მოგიკითხება იქ საიდანაც მოდიხარ. და საერთოდ უნდა წახვიდე. იქ მოკითხვა, აქ მოკითხვა ჯობია. და როდესაც სრულიად საქართველო აღიარებს იმას, რომ აღდგომა დაწყებულია და კვლავგებითობა დაწყებულია და თამარ მეფე აღვადგინეთ, ამას თუ შენ ქართველი გაიტან სოფლიო მასშტაბით და დაამკვიდრებ შენ სიტყვას, რომ აგერ მე ფაქტის სახეზე მაქვს, რომ კვლავგებითობა არსებობს და მკვდრები აღსდგებიან, რა ტრამპი და რა პუტინი ფეხქვეშ გაგეგებიან სრულიად რა. ფეხქვეშ გაგეგება სრულიად სოფლიო. შენ თუ ამას მოახერხებ, მაგრამ თუ ვერ მოახერხებ, აგერ მაშინ იომე მეგობარო და აგერ გვაქვს ეს ალტერნატივა. ლაშა არსენიძემ ძალიან კარგი გეგმა შემოგთავაზა. მივმართოთ მაგ გეგმას და ეგ იქნება რა. ასე რომ ორი გზა აღადგინე სამართალმემკვიდრეობა ან გადადი утоპიაში. ეგ შენზეა დამოკიდებული, შენი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება. ახლა კი გისურვებ წარმატებებს მეგობარო, ყველა საქმეში, ყველა კეთილ საქმეში, რომელიც ქრისტეს გზაზე დგას, არა ყველა საქმეში, არამედ მხოლოდ ყველა საქმეში, რომელიც ქრისტეს გზაზე გაყენებს და აბა თქვენ იცით, გისურვებთ გამოფხიზლებას.